ადგილობრივი ინფრასტრუქტურული პროექტები და მიმდინარე მშენებლობები დაათვალიერეს წყალტუბოში ვიზიტისას საქართველოს ვიცე-პრემიერმა და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა. გიორგი კვირიკაშვილმა და ელგუჯა ხუპრიშვილმა მონაწილეობა მიიღეს სასტუმრო წყალტუბო პლაზას გახსნის საზეიმო ცერემონიაშიც. მშენებლობა 12 მილიონი ლარი დაჯდა და ის ერთ-ერთი მასშტაბური საინვესტიციო პროექტია მთელს რეგიონში. წყალტუბოს რეაბილიტაციისა და განვითარების სამთავრობო გეგმის ძირითადი ნაწილი რამდენიმე თვეში დასრულდება. დეტალები მინისტრებმა უკვე ახლად გახსნილ სასტუმროში განიხილეს. სოფლიო ბანკთან ერთად ვახორციელებთ წყალტუბოს განვითარების ინფრასტრუქტურული განვითარების პროექტს, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია რეგიონის განვითარებისთვის. ასევე ჩვენ ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან ერთად გვინდა რომ გავაკეთოთ ფიზიკურად ინფრასტრუქტურული განვითარების მასტერპლანი, რომელიც ცენტრალიზებულად მოახდენს მთელი კურორტის და მთლიანი ინფრასტრუქტურის უკვე თანამედროვე დონეზე მიყვანას. წლის ბოლომდე გეგმავთ ჩვენ ამ პროექტების დასრულებას. ჯამში ეს მოიცავს 35 მილიონი ლარის სამუშაოებს. დღეს ეკონომიკის სამინისტროსთან და საპარტნიორო ფონდთან ერთად კიდევ ერთხელ დავსახეთ წყალტუბოს როგორც საკურორტო ქალაქის განვითარების გეგმა, რომელსაც ჩვენ ეტაპობრივად განვახორციელებთ. რომ სულ რამოდენიმე თვეში წყალტუბო ისე მიმზიდველი იქნება როგორც საქართველოს მოსახლეობისათვის, ასევე უცხოელი ტურისტებისათვის. ამავე დროს პარალელურად ვითარდება ინფრასტრუქტურა, რასაც ვფიქრობ, შემოდგომისათვის ჩვენ გვექნება მზაობა ყველა უცხოელ კომპანიასთან სათანადო ხელშეკრულების გასაფორმებლად.